ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს დილის 8 საათიდან 11 საათამდე. დილა იმედისა. დილა იმედისა. სალომე ბაკურაძესთან ერთად. დილა იმედისა. Please don't go away and just stay here. When the sun is coming out, life is sinking heavy from. Say don't go, no, no, no. When the sun is coming out, life is sinking, it don't stop. Say don't go, no, no, no. I can't stop the time. You'll be only mine. Walking on the seaside, walk until the midnight. Walking on the seaside, walk until the midnight. Say don't go, no, no, no. When the sun is coming out, life is sinking, having fun. Say don't go, no, no, no. When the sun is coming out, life is sinking, it don't stop. Say don't go, no, no, no. Say don't go, no, no, no. დიახ, ასეთი ტკბილი და პირდაპირ შესრულება ჟღერდა ჩვენს ეთერში. ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო, მე აპლოდისმენტებს ველოდი უბრალოდ ჩვენს დიჯეის არ ეცალა, რამე თუ ფოტომასალით იყო დაკავებული გადაღებით, რომელსაც აუცილებლად ჩვენს ვებგვერდზე იხილავთ, ჩვენი Facebook-ის გვერდზე იხილავთ, რომელიცაა დილა იმედისა რადიო იმედი, ასე რომ ეხლა თქვენ რაც მოისმენთ, ეს ყველაფერი რამდენიც გასაკვირია არ უნდა იყოს დილის ეთერში და ზოგადად რეალობაში ნამდვილად ცოცხალი შესრულებით ხდებოდა, როგორც ინსტრუმენტალური ნაწილი, ასევე ვოკალური ნაწილი და ჩვენი სტუმრები არიან არაჩვეულებრივი, ყოველთვის სასურველი ჩვენთვის სტუმრები, ძალიან ნიჭიერები და საყვარელი გოგონები და უკვე არა მარტო გოგონები, ესე იგი sweet as made ცნობილები, sweet as made და მეიერი, გიო ვაშაკიძე, ესე დავიწყოთ, რომ პირდაპირ ერთი მამაკაცი გვყავს თელამ ხელა სტუდიაში კი არ მე მგონი ამ სართულზე რადიოს ამ სართულზე და ასე რომ აუცილებლად გიო ვაშაკიძე, სალომე ქართველიშვილი, თაკუნა ნაცვლიშვილი, გოგონებო, ბიჭო, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად ხართ და ყოველთვის ესე გვანებიურეთ. მე ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, რომ აქ ეს რეპეტიციო კონდეს რადიო იმედს, სადაც მუდმივად რეპეტიციებს გავაკეთებდით და იყო დილის ეთერში სულ ლაივ მუსიკა ჟღერდა ეს. ძალიან კარგი იქნებოდა. გადასარევი იქნებოდა, იმიტომ რომ განსაკუთრებული ის აქ მუხტი შემო ყოველთვის ლაივ შესრულებას თან სტუდიაში რაღაცნაირია. ჩვენც გვიყვარს ძალიან თქვენთან სტუმრად მოსვლა ყოველთვის. კი, აღჭურვილია რადიო იმედი ყოველთვის იმისთვის, რომ ესე ჟღერდეს კარგად ჟღერდეს ლაივ შესრულება. როგორ ახართ აბა მითხარი? არაჩვეულებრივად. თუმცა როცა დილა აქედან დაიწყო. კარგია, კარგი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ყველასთვის დილა იყოს განსაკუთრებით პოზიტიური, ხალისიანი, ენერგიული და კარგის მომტანი. ესე იგი, თქვენი მთავარი მოსვლის მიზეზი ჩვენთან გარდა იმისა, რომ უსაყვარლესები ყოველთვის სასურველები და მეგობრები ხართ, ესე ვიტყოდი, არის თქვენი ახალი სიმღერა, რომელსაც სასაუბროთაც მე დრო ბოლოსკენ გადაცემის დასკვნით ნაწილში მოვიტოვე და უბრალოდ მინდა შევახსენო ჩვენ
ჩვენს მსმენელებს, რომ გადაცემის დასკვნით ნაწილში აუცილებლად სიმღერის პრემიერა, ყოველ შემთხვევაში რადიო პრემიერა ნამდვილად, ხო? ელოდებათ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩვენი მსმენელი ისე როგორც თქვენს სიმღერას ფიფკი ესე ქვია, თუ სხვა რამე ქვია და მე side by side, მაგრამ ფიფკი ქვია მეგობრებისთვის და მე მგონი ყოველთვის თქვა. კი, რომელიც ძალიან მალე შეიყვარა მსმენელმა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ახალ სიმღერასაც ძალიან მალე შეიყვარებენ. მოდი მითხარით, ეხლა რითი ხართ ცალ-ცალკე და ყველა ერთად დაკავებული, იმიტომ რომ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ჩვენს მსმენელებს ცოტა რამ უთხრათ ვიდრე რეკლამაზე და საინფორმაციო, მოკლე საინფორმაციომდე გავალთ, ასე რომ მითხარით რითი ხართ დაკავებული და ამჟამად. ესე იგი, ჩვენ ცოტა შესვენება გვაქვს ზაფხულის გამო და ჩვენი ერთ-ერთი სიახლე რაც არის, ის არის რომ თაკუნამ დაიწყო საქსოფონის სწავლა, შესწავლა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ჩვენს რეპერტუარში შეუმატება ახალ ინსტრუმენტს ჩვენ ბენდს. ნამდვილად შეემატება საქსოფონი, იმიტომ რომ ბავშვობის ოცნება იყო თაკოსთვის საქსოფონი. რა მაგარია. რომელიც წელს ანუ ამიხდინეს ესეთი ოცნება, ასე ვთქვათ და აჩუქეს. და მოკლედ ძალიან მომდომებულია და ჩვენ გვჯერა რომ სულ რაღაც ალბათ 5 თვეში უკვე საქსოფონით შევემატებით. ერთ-ერთი საქსოფონით მოვალ. საქსოფონი. და ხო არაპირებთ რაღაც მიმართულების რაიმე შეცვლას ამ საქსოფონის? თავისთავად შეიცვალა. აბა მითხარით რა შეიძლება რომ შეიცვალა? მიმართულება ის იქნება რომ თაკო თუ შემოგვემატება ჩვენ საქსოფონით, სავარაუდოდ შემატება კლავიში. ანუ მე ნახევრად გადავალ კლავიშზე, ნახევრად გიო, ნუ ნახევრად არა, გიო თავიდან ბოლომდე იქნება გიტარა, მაგრამ ხო, მაგრამ ძალიან მომწონს ეს ორ გიტარაში რაღაც ამბები და დამენანება ძალიან. ხელი რომ არ მაქვს. ხო, ამისთვის საჭიროა მე მგონი მეოთხე ადამიანი. შეიძლება დავიმატოთ კი ბატონო, რაღაც სიახლეები გვექნება, რა თქმა უნდა ამ ძოლსაც. ფოკა უნდა დავსვათ ჩვენი დიჯე. კლავიშზე და სალო კლავიშზე უფრო კარგად უკრავს ვიდრე გიტარაზე ასე. მართლა? კლავიშს ძალიან მაგრად ფლობს. მე ეს არ ვიცოდი, იმიტომ რომ სალონის ყოველთვის გიტარის თანხლებით ვისმენ და ვხედავ და ამიტომ გოგო ჯაზმენია ესე ვთქვა. ძალიან გადასარევია. მაგრამ მე მომწონს ორი გიტარის დუეტი სასწაულად. ეს ორი ძალიან აბსოლუტურად სხვადასხვა რითმს უკრავთ, სხვადასხვა აკორდებს და რაღაც ჯამში ისეთი სრულყოფილი და გემრიელი გამოდის და ხო, ამიტომაც დამენანა რაღაცნაირად რო თქვი რომ ნახევარი ხელით და გია დარჩება გიტარაზე, ცოტა შემენანა ეს რაღაცა, მაგრამ სიახლეს ყოველთვის მივესალმები და დარწმუნებული ვარ იმას, რასაც გააკეთებთ, აუცილებლად ისეთვე კარგი იქნება, რაც საქამდე ეკეთებდით. აუცილებლად უნდა დაუთმოთ დრო მოკლე საინფორმაციო გამოშვებას, რომლის შემდეგაც დაუბრუნდებით და გავაგრძელებთ საუბარს და სიმღერას, რა თქმა უნდა. დროებით. დილა იმედისა, სალომე ბაკურაძესთან ერთად. დილა იმედისა. Timothy
ციცინათელები ყავს ჩვენ სტუმრად სალომე ქართველიშვილის, თაკუნა ნაცვლიშვილის და გიო ციცინათელ უნდა გიწოდე, მინდა არ გიწყინე. გიო ციცის მეძახიან უკვე ამ მართლა ძალიან ლამაზია მიიღეთ ჩემგან მთელი გულით კომპლიმენტები და ძალიან ჰარმონიული, ტკბილი, ლამაზი, გემრიელი და სხვანაირია ისეთი რა, როგორც ყველასი არა. და ძალიან მოვიხიბლე და იმედია რომ ჩვენი მსმენელიც მოიხიბლა აი იმის ვიდეო ჩანაწერს აუცილებლად თქვენ ჩვენი Facebook-ის გვერდზე ნახავთ. პრინციპში დრო იმისთვის საკმარისია თუ კი გინდათ რომ პირდაპირ ეთერში გამოხვიდეთ 292 11 88 ან 292 11 99 მუდმივად ბზატყუხნაში იმისთვის რომ მხოლოდ და მხოლოდ კომპლიმენტები უთხრათ ამ არაჩვეულებრივ გოგონებს და ბიჭს გოგონებს და ბიჭებს მინდა და ისო მინდება რომ ისე მრავლობითში ვისაუბრო. გოგონებო, ჩვენ თქვენი სიახლეებთან დაკავშირებით უკვე გავიგეთ ის რომ საქსოფონი შეიძლება რომ სულ მალე აი ეს უკვე რამდენად მალე ეს უკვე თაკუნას ნიჭზეა დამოკიდებული აბსოლუტურად ხა ვიდეოებს რაღაცებს რო ისწავლეს გამოაგზავნის ჩაწერს. კარგია, თაკუნა არ გაგიჭირდა? იმიტომ რომ ძალიან ისეთი სწორი სუნთქვა, ბევრი ძალა ჭირდება და რაღაცები ჭირდება ისეთი განსაკუთრებული საქსოფონში. კი, საკმაოდ ძნელია. მე ვიცოდი კიდევაც და რაღაც რო ცადე, აი სულ რაღაც ორ გაკვეთილში, ანუ არც ერთ ინსტრუმენტზე არ ვუკრავ საერთოდ. და ჩემმა პედაგოგმაც, ანუ გაუკვირდა, არ დაიჯერა რომ არაფერზე არ უკრავდი და არ ვიცი, ალბათ გამომდის იმიტომ რომ უკვე ორ გაკვეთილში რაღაცებს უკვე ვაკეთებ. ძალიან კარგი წარმატებები. მე გეტყვით რა რაღაც სასაცილო ამბავს. ანუ ეს თაკომ მეორე დღიდანვე საქსოფონით იმოგზავრა თბილისში და მომადგა სახლში, ამოვიდა და გადაწყვიტა რომ პირველი ჟღერადობა იქ ერთად გავსინჯოთ მე და თაკომ და ჩაბერა და მე მართლა არ ვიცოდი რომ თურმე სწორი სუნთქვიდან გამოდის ხმა, ანუ შეიძლება საერთოდ არ გამოვიდეს ხმა საქსოფონიდან და ჩაბერა და არა აქვს ხმა. არ მუშაობს და ჩვენ ცალკე გადაიწვა გაფუჭდა. მაშალეთ რამე ხომ არ არის დაბლოკილი საქსოფონში რა უნდა იყოს დაბლოკილი. არ მუშაობს და თურმე აღმოჩნდა რომ სწორი მუშაობს. და პირველ გაკვეთილზე გავყევი და მოკლედ 1-5 წუთი ვერ ამუშავა. ხო, და მე დაკოქა. ხმა რომ გამოუშვა საქსოფონზე. ისე გადაფშირდა სიცელი თვითონ დაკოდა. ისე ვიხალისეთ და მე ერთად გვიხარია და მოკლედ ველოდებით განვითარებას. მეც ველოდები და რაღაცა განსაკუთრებულად სასიამოვნო ინსტრუმენტი რომელიც თან ხალხს ძალიან უხდება. და გისურვებ წარმატებას თან თქვენს ტრიოსაც ძალიან მოუხდება. ნამდვილად. კი, აი ხა გითხარით იმ ახალ სიმღერასთან დაკავშირებით. თუ სად დაიწერა, სად ჩაიწერა, როგორ დაიწერა, ვის მიერ დაიწერა და ყველაფერი აუცილებლად საინტერესოა, იმიტომ რომ ხო, სახლში დაიწერა. მუზების მოზღვავება იყო ციცინათელები, ვიცით? და როდის შეიქმნა ზოგადად და ყველაფერი გითხარი ამ სიმღერასთან დაკავშირებით. საერთოდ ჩვენი სიმღერები იქმნება ასე და ამგვარად, მოკლედ მე ვიწყებ გიტარაზე მუშაობას, ავაწყობ რაღაც მელოდიას. მე თუ ერთად ვერ ვიფიქრებ ტექსტს, მეგობრებს მოვიხმობთ, მე ვხედავთ, ვიწყებთ ამ ტექსტზე ფიქრს, მე გადავდივართ გიორგისთან, გიორგისთან უკვე მუშაობ. დამუშავების პროცესია. დამუშავებისთან გიორგის ძალიან კარგად ესმის ჯაზი და მოკლედ ჯაზური ჰარმონია და ვცდილობთ რომ ესე გემრიელად მოვარგოთ ხოლმე. მე გიორგი მეორე გიტარით გვერდება და ეს ნელ-ნელა ვივსებით. მე თოკა ჩვენი DJ აწყობს არანჟირებას და საბოლოო ჯამში მივდივართ სრულყოფილებამდე. სრულ ჰარმონიამდე და ესეთი გუნდური მუშაობით ყველაფერი მიღწევადია და თქვენ ისე ქარხნულად გქონიათ ეს ყველაფერი აწყობილი რომ აი როგორც რაღაც წარმომიდგინე კონსერვი ჯერ კილა შემდეგ რაღაც სისხლო შემდეგ თავი შემდეგ ეტიკეტი და ბოლოს გამოდის ქარხნიდან და გადასარევი ძალიან ხშირად გამოუშვით ამ ქარხნიდან კარგი ჰარმონიები და სიმღერები და სიმღერას რა ქვია Happy Day Happy Day. მეც მახსენდება. ძალიან კარგი, ჩვენს ბაზაში აუცილებლად დარჩება სიმღერა, რომელიც იტრიალებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მსმენელებს მალე შეუყვარდებათ და ასე რომ უკვე არის საშუალება იმის, რომ სიმღერა გავუშვათ თუ გვაქვს დრო რომ ვისაუბროთ.
გვაქვს ხო? მადლობთ DJ. გოგონებო, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ამ სიმღერაზე ხო არ გეგმოთ ან ვიდეო რგოლის გადაღება? ზოგადად თუ გაქვთ იდეაში თუ მხოლოდ სურვილის დონეზე? იმიტომ რომ მე სურვილის დონეზე მაქვს. ვიდეო რგოლის გადაღება მაინც ფუფუნებად ითვლება, მაგრამ სამოყვარულო დონეზე შეიძლება გადავიღოთ, იმიტომ რომ ისეთი შინაარსის სიმღერა და ისეთი პოზიტიურია, რომ მარტო ბათუმის ხედი რო გადავიღო, უკვე ჩაჯდება. შენ ბათუმი ძალიან ჩაკივარ და გულში ხო? მე მგონია რომ მალე გნახავთ იქ იმდენად მე ზამთარშიც კი ბათუმში ჩავდივარ 2 დღეს ამას და ძალიან ეს რომ ახსენე გიორგი რამეს ხო არ გვეტყვი როგორია გოგოებთან მუშაობა რა პრობლემებს აწყდები პირდაპირ პრობლემებიდან კი დავიწყე საუბარი მაგრამ მე კომფორტებზეც გადავალთ პრობლემები ძირითადად არ არის იმიტომ რომ უგებთ ერთმანეთს სრული ჰარმონიულობა გაგვთ ძირითადად რავი სიმღერა თავიდან ბოლომდე ვერა მაგრამ 1-80% ყოველთვის თალოს ასე რომ თქვა უკვე გაკეთებული აქვს და მე აკორდებს ვცვლით და რავი რაღაც ყოველ შემთხვევაში პრობლემები არაფერი არ აქვს. ხანდახან სალობი ბრაზდება ხოლმე. ხო. ეგ ეგ მხარეც გას? ცოტა სიმკაცრე მე იმიტომ რომ დროში ვარ ძალიან გერმანელი. აი თუ დროში ავწთით. ან თან ოღონდ არ არის ეს 10 წუთზე საუბარი, 1 საათზე, 2 საათზე და მე რა ბრაზდები, მე რა გეტყვი, ძალიან ცოტა გვაქვს ხოლმე დროს რეპეტიციოდ. და გიორგი რო დაიწყებს აკორდებით ფართხაფურთ გიტარაზე აღარ ჩერდება არასოდეს და ძიებაშია ხო ახალი ჰარმონია. არა, ჩვენი სიმღერისთვის კი არა, ზოგადად და ესე უყურს დაჭდება და ამიცადინებს ხელებს გიტარაზე და მე მიდის ჩხუბი რომ შენ თვითონ გაკყავს დრო და აი ესე ხო, აუცილებელიც მე ვიტყოდი რომ ერთი აი ესეთი რეჟიმული ადამიანი აუცილებლად ჭირდება გუნდურ მუშაობას. თორე სხვა შემთხვევაში. აბაშენ. შეიძლება თქვენ კაცრიაო შენც გადაამეტ. ხო. ესე იგი მინდა რომ აუცილებლად ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ. მადლობა გითხრათ იმისთვის რომ ჩვენთან მოხვედით. ყოველთვის თუ კი რამე სიახლე გექნებათ, ჩვენი რადიოს კარიბჭე, იმიტომ რომ ჩვენ კარი არა გვაქვს, ჩვენ კარიბჭე გვაქვს. ყოველთვის ღია თქვენთვის და დავიმშვიდობოთ მსმენელებს თქვენი ახალი სიმღერით, რომელსაც Happy Day ქვია, უსურვოთ ყველას ბედნიერი დილა დღე და საღამოც მთელი დღე. და ესე იგი დილა იმედისა დასრულებულია საუნ ბაკურაძესთან ერთად ჩვენ ხვალ ერთმანეთს ვეღარ მოვუსმენთ, ჩვენ კი ვუსმენთ ერთმანეთს რადიო იმედი, მაგრამ სექტემბრამდე უნდა დაგემშვიდობოთ ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო, თუმცა მაუწყებლობა არასოდეს არ წყდება FM 105.9-ზე. უბრალოდ მე ცოტას დავისვენებ და თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ FM 105.9-ზე. გემშვიდობებით ახალ სეზონამდე. ხვალ ნიკა და ნუკა აუცილებლად გააგრძელებენ ეთერს, მაგრამ მე გემშვიდობებით ახალ სეზონამდე. ნახვამდის, გიტოვებთ Sweet as Maze, Happy Days.